პროქსი ომი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის მეშვეობით რუსეთთან აწარმოა და რომელიც ბირთვული ომის საფრთხეს ზრდიდა. ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის ეს განცხადება შეფასებების თემაა თბილისში. სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ პირადი ინტერესებისთვის საქართველოს ომში ჩათრევა სურდათ. ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ ამერიკელი ჟურნალისტი რუსეთის რბილი ძალის ტყვეობაშია. ამერიკა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ პროქსი ომს აწარმოებდა. ვაშინგტონში არავის ანაღლებდა უკრაინა და 100,000-ობით განადგურებული უკრაინელი მამაკაცი. ეს იყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავანადგურეთ უკრაინა. ეს არის მოსაზრება, რომელსაც რუსეთი, ასე ვთქვათ, რბილი ძალა აუცილებს თელესოფიის მასშტაბით სამწუხაროა, რომ ეს ჟურნალისტიც არის ამ ნარატივის ტყვეობაში. ბოლო თვეების განმავლობაში იმდენი მოვისმინეთ ოფიციალური პირებისგან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისგან, რომ ჟურნალისტის ეს განცხადება საერთოდ აღარ არის ახალი, არაერთი თავად ამერიკამ აღიარა, რომ ეს არის პროქსი ომი, ან მარიონეტული ომი, სხვისი ხელით, ასე ვთქვათ, წარმოებული სამხედრო კონფლიქტი, არავისთვის აღარ უნდა იყოს სიურპრიზი, რომ იყო არაერთი მოწოდება, არაერთი თხოვნა თუ მოთხოვნა, რომ სხვადასხვა ფორმით მათ შორის საქართველოს ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში, ამ ომში და წვლილი შეეტანა ამ ძალისხმევაში. ეს მხოლოდ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კარგად დავფიქრდეთ, თუ მართლაც ეს ყველაფერი ხდება, მაშინ კიდევ უფრო რეალურად და კიდევ უფრო სწორი ჩანს ის პოზიცია, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას ჰქონდა, რომ არ ჰქონდა სურვილი, რომ ვიღაცის დაგეგმილ წახალისებულ და გარკვეულწილად ძალიან ცუდად და მძიმედ მიმდინარე საომარ დღის წესრიგში მიგვეღო მონაწილეობა. ამიტომ რა თქმა უნდა თითეული ასეთი განცხადება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენ სურვილს, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილები და არ ვიყოთ გამოყენებული საომარ ველად.